სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი გამართული და ეფექტიანი სამელიორაციო სისტემებია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა დავით სონღულაშვილი საქართველოს მელიორაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო, რომელიც კომპანიის მიერ განხორციელებულ ძირითად პროექტებს, სისტემურ ცვლილებებსა და მიღწეულ შედეგებს მოიცავდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება 2026 წელს დასახული გეგმების სრულფასოვნად ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გავაჟღერთ და წარვადგინეთ ის შედეგები, რომელიც 2025 წელს ჰქონდა და ამავდროულად ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება 2026 წელს. 2026 წლის გეგმები ძალიან ამბიციურია, რადგან რამდენიმე თითქმის 100 მილიონამდე თანხმობის თანხის დახარჯვა განსაზღვრული მხოლოდ ქსელური საინვესტიციო გეგმებში. მელიორაციის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე გადასვლის დღეა, იმიტომ რომ თითქმის 13 წლის შემდეგ განახლდა ახალი ლოგო და ახალ ლოგოთან ერთად განისაზღვრა კომპანიის ახალი მიზნები, ის მიზნები, რომელიც აღნიშნულ კომპანიას აქცევს წარმატებულ და განვითარებულ მომგებიან კომპანიად. პირველ რიგში კომპანიისთვის განსაზღვრულია, რომ თავისი საოპერაციო თანხები სულად დაფაროს, ხოლო წლების განმავლობაში მოახდინოს იმ კაპიტალური დანახარჯების ნაწილი განსაზღვრაც, რაც ამ ეტაპზე კომპანიას გააჩნია. საქართველოს მელიორაციის დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით მინდა აღნიშნო, რომ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი, ძალიან საინტერესოა. ხაზგასმით იყო აღნიშნული აზიის განვითარების ბანკის პროექტების მნიშვნელობა, დაგეგმილი რეფორმები, ჩატარებული რეფორმები და სტრატეგიული მიმართულებები. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია მხარი დაუჭიროს მელიორაციის დარგს და ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას საქართველოში. აგრეთვე დაძლიოს არსებული გამოწვევები და ხელი შეუწყოს შემდგომ განვითარებას.